მოგესალმებით და წარმოგიდგენ ჩვენი სტუდიის სტუმარ საფეხბურთო სკოლა საბურთალოს მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ბატონი გიორგი ჭიაბრიშვილი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გუშინ თქვენ ჩემს კოლეგა სანდრო ცნობილაძესთან ერთად იყავით იმ ტელერეპორტაჟის წამყვანი, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა ჰონდურასის გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. ჰონდურასი არ არის ნამდვილად ძლიერი მეტოქე. როგორი იყო თქვენი დებიუტიც, ასე ვთქვა და რამდენად კმაყოფილი ხართ შეხვედრით? დებიუტი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ჰონდურასის ნაკრები, ალბათ მე მგონია, მაგრამ საფრანგეთის გუნდმა გვანახა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი არის. გუშინ იყო პირველი ისეთი თამაში, როდესაც ამ ჩემპიონატზე რაც ვნახე, გუნდმა ითამაშა რაღაც დაცვითი ფეხბურთი ჰონდურასმა, დანარჩენი ყველა თამაში და ნაკრები გამორჩეული ჩემპიონატია, ყველა შემტევ ფეხბურთს ანახებს, ყველა სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ძალიან მომწონს, რასაც ხედავთ. და რა შეიძლება ითქვას ბენზემაზე, რომელიც გუშინ იყო ნამდვილად გამორჩეული? ბენზემას სურპრიზი არ იყო ალბათ გულშემატკივრისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია, ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ყველამ იცის მისი შესაძლებლობები. ითამაშა ჩვეულებრივად კარგი თამაში. დიახ, და ვთქვათ, აი ამ შეხვედრამდე ჩატარებულ მატჩზე, სადაც ეჯგუფის შეხვედრა იყო ეს შვეიცარიისა და ეკვადორის ნაკრებების შეხვედრა. იქ ცოტა ისეთი მომენტი იყო, საფეხბურთო ბევრი რაღაც ფრაგმენტი იყო, რომელმაც იმუშავა, მაგრამ თანაბარი თამაში იყო და ბოლო წუთებზე 100%-იანი შესაძლებლობა ჰქონდა გოლის გატანის და ვერ გამოიყენეს და რაც შვეიცარია მიხეირა ამითი და ბოლო წუთებზე გოლი გაიტანა, გადამწყვეტი და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, რომ ჯგუფიდან გავიდეს. დღეს აქვს რეალურად აი ამ გუნდს შანსი, რომ გავიდეს ჯგუფიდან შვეიცარიას? იგივე ჰიცფელდი ძალიან ამაყია და ბედნიერი. ძალიან ძლიერი მწვრთნელი ყავს და კარგად დაბალანსებული გუნდი ყავს და ეს პირველი გამარჯვება ძალიან დიდი ნაბიჯია იმისკენ, რომ გავიდეს ჯგუფიდან. და დღის ბოლო თამაში იყო არგენტინისა და ბოსნიის გუნდების შეხვედრა. ფაქტურად ბოსნია დებიუტანტია და თუ კი შედეგს გადავხედავთ 2-1, თვალნათელია რომ მაქსიმალურად შეეცადა, რომ ყველაფერი ჩაედო აი ამ შეხვედრაში. რა თქმა უნდა, ეს გუშინაც აღვნიშნეთ, რომ ბოსნია დებიუტანტი კი არის, მაგრამ შესარჩევზე პირველ ადგილზე გავიდა, ძალიან ძლიერი ფეხბურთელებითა დაკომპლექტებული, ძალიან კარგი ფეხბურთი ანახა და არ იყო ეს ისეთი მომენტი, რომ სურპრიზი არ იყო. მაღალ დონეზე რო ითამაშებს ამ მსოფლიო ჩემპიონატს, ეს სპეციალისტებისთვის იყო ჩვეული ველოდით ამას, იმიტომ ძალიან ძლიერი ნაკრები ყავთ. და მოდი თქვათ იმ სიურპრიზების შესახებ, რომელიც უკვე დაფიქსირდა, ალბათ ნამდვილად იქნება მუნდიალიდან მუნდიალამდე და წლების განმავლობაში ის შედეგი საუბრის თემა, რომელიც იყო ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდთა შეხვედრის შემდეგ. რა მოხდა, რა იყო იქ ყველაზე დიდი შეცდომა? ესპანეთის მთავარი პრობლემა დღესდღეობით რაც ჩანს არის ალბათ გადაზრდილია ეს გუნდი, ალბათ რაღაც ახალი სისხლი უნდა, იმიტომ რომ ესპანეთის ნაკრები ეს ნაკრები უკვე დიდი ხანია ეს ფორმაციის ნაკრები არსებობს, ყველაფერი მოიგეს, ყველანაირ წარმატებას მიაღწიეს. მე არ ვიძახი რომ უმოტივაციოდ არიან მსოფლიო ჩემპიონატზე გამორიცხულია რომ мотиваცია არ ქონდეს, უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ალბათ უკვე წლოვანება, უკვე რაღაც რესურსი ყველა ადამიანს აჩნია ეს რესურსი და ალბათ შეიძლება ეს პირველი თამაშია და ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ მე იმიტომ ვიძახი ამას, ნახევარზე მეტი იმ ნაკრებში ბარსელონის ფეხბურთელები არიან და ბარსელონაშიც უკვე აღარ იყო იმ ხარისხის და იმ დონის თამაშები. ჰოლანდიაში ძალიან ძლიერი გუნდი ყავს და ძალიან ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ყავს და შემსრულებლები და მათ ეს თამაში მე არ მგონია რომ ალბათ 10 ჯერ რო ითამაშონ ეს შედეგი არ დაფიქსირდება, უბრალოდ ეს დღე იყო, როდესაც ყველაფერი გამოვიდა ჰოლანდიას და ამ შედეგს მიაღწია. სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო კომენტარი დააფიქსირა გუშინ მარადონამ, რომელმაც აღნიშნა, რომ კასილასის აი ეს თამაში იყო ყველაზე ცუდი მატჩი, რაც კი მე ჩემს ცხოვრებაში მინახავსო. მეც ვეთანხმები, ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა და ალბათ მოურინიო, როდესაც უკვე ცდილობდა კასილასის სკამზე მოხვედრას და სხვა მეკარეში ეძებდა უკვე ესე იგი ხედავდა ის მწვრთნელი უკვე 2 წლის უკან ამ პრობლემას. და უკვე ჩანს ეს პრობლემა არის, მათ ალბათ მეკარეიც და რამოდენიმე ფეხბურთელის აუცილებლად ახალი სისხლი უნდა შემატონ ნაკრებს. და მოდით ძალიან მოკლედ ვთქვათ დღევანდელი მატჩების შესახებ. გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებგუნდთა შეხვედრა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ რონალდო იქნება ამ მატჩში და ესეც პორტუგალიელთათვის უდიდესი ვთქვათ სიურპრიზიც და საჩუქარიც არის. ძალიან დიდი
ნაკრებებია, ძალიან დიდი ნაკრები გუნდებია, ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები ყავთ. მე უბრალოდ მინდა რომ ვისი ამოვნო ამ მსოფლიო ჩემპიონატით და უყურო აი ამ დონის ფეხბურთელებს. კარგი არის თუ ითამაშებს რონალდო და ძალიან გულს დასაწყვეტია რომ ძალიან ისეთი ფეხბურთელები არ თამაშობენ მსოფლიო ჩემპიონატის ტრამვების გამო და ალბათ ეს თამაში დღეს იქნება ძალიან სანახაობრივი. და აი საფეხბურთო სანახაობრივ თვალსაზრისით თუ გავითვალისწინებთ ირანი, ნიგერია და განა ამერიკის შეერთებული შტატები. სად უფრო უნდა იყოს თქვათ ეს ინტრიგა საფეხბურთო? მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან რთულია რომ განსაზღვრო სად იქნება. ინტრიგა ყველა თამაში იქნება და მე ვფიქრობ რომ იქ შემთხვევითი არც ერთი ნაკრები არ არის. ყველა თამაში დაძაბული იქნება და იქ რომ რაღაცა აუთსაიდერად ჩაითვალოს გუნდი და ჩამოწერო ესეთი რაღაცა არ არის. ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნებული იქნება. თავარი არის კიდევ ერთხელ ვიძახი როგორც დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი სანახაობრივი ფეხბურთით და უხურგოლიანი ესე დამთავრდეს. ძალიან დიდი მადლობა მე ვეტყვი ჩვენს სტუმარს რომ დღეს ჩვენი სტუდიის მსმენელს რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი საფეხბურთო სკოლა საბურთალოს მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ბატონი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდათ მე უკვე მომდევნო საათამდე გემშვიდობებით და ამ დროისთვის დღის და მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. холод პირველზე ბრაზილია 2014 ყველანი ერთ